ფოთის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სკოლის ყველა კლასის მოსწავლე წარსდგა. მათ მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა წარადგინეს. კონცერტში ჩაერთონ პედაგოგები, შესრულდა სიმღერები და ცეკვები. საიუბილეო თარიღს ყველა თაობის მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, სკოლის კურსდამთავრებულები, საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 80 წელი გრანდიოზულად აღვეღნიშნა და 2 თვის განმავლობაში ვემზადებოდით. საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ და მე მგონი შედეგმაც არ დააყოვნა. თითქმის სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, ასევე ჩართული იყო ღონისძიებაში მეხუთე სკოლის კურსდამთავრებულები, უხუცესი პედაგოგები. მინდა ვთქვა, რომ ემოციები სავსე დღე იყო ნამდვილად. ყველას გილოცავთ 80 წლის იუბილეს. ჩვენ ვართ ერთად. ამ სკოლაში ვმუშაობ მთელი ჩემი რაც დავამთავრე უნივერსიტეტი იმ დღიდან. არის უკვე მე-40 წელი. ეს არის ჩემი პირველი ოჯახი. მეორე ოჯახია ჩვეულებრივი ოჯახი. ეს სკოლა არის ჩემთვის ემოციებს ვერ ვმალავ, იმდენად ვარ აღელვებული, აღმთოვანებული. ამაყიც ძალიან რომ ამ სკოლის მასწავლებელი ვარ და ყველა ისინი ჩვენი აღზრდილი მოსწავლეები. ღონისძიება 3 საათს გაგრძელდა. ფოთის მეხუთე საჯარო სკოლა ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს და იგი 1935 წელს დაარსდა.